საღამომშვიდობისა კვირას 9 საათზე თქვენ უყურებთ პოსტფაქტუმს, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად მე მიშა სესიაშვილი წარმოგიდგენთ. უკვე მერამდენე გადაცემის დაწყება სამწუხარო და მძიმე ამბით გვიწევს. დღეს უკრაინაში გმირულად დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი მშობლიურ მიწას მიაბარეს. ნიკა შანავა სულ 21 წლის იყო. სულ კი პუტინის ომმა 9 ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა. 3 მათგანი საბრძოლო მოქმედებების დროს გუშინ დაიღუპა, მათ ცხედრებს სამშობლოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ. ცხელი შეტაკებების ადგილი კი რუბეჟნოი იყო. ეს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილია, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა 20-ზე მეტი ბატალიონი შეიყვანეს. ქართველი ჯარისკაცების და მათი თანამებრძოლების გმირობის წყალობით ამ ურდოს დიდი ნაწილი დღეს განადგურებულია. Вот так убиваем сепара. Слава Украина, слава Грузия. ეს ერთი და სხვა მრავალი. უკრაინაში ომის პირველივე დღიდან ქართული ბატალიონი ფრონტის წინა ხაზზე რუსულ აგრესიას ებრძვის. ყველაზე ცხელ წერტილებში პარტიზანულად შედიან და ანადგურებენ ოკუპანტებს. ეხმარებიან ალყაში მოქცეულ უკრაინელებს და თანამიმდევრულად ათავისუფლებენ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებს. რამდენიმე დღის წინ ბატალიონი ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოეში შევიდა. რუბეჟნოეში ვართ. ხო, უყურე. აი, ზურია. აი ჩემი მგლები ზური არ რა ხდება აზმაო სეპარების გუშინ პოზიციების გამაგრებისას ჩეჩნებმა რუს დამპყრობლებთან ერთად ქართველ მებრძოლებს ჩასაფრება მოუწყვეს. შეტაკების დროს ოკუპანტების ტყვიას ჰაერსაწინააღმდეგო კურსის სერჟანტ ინსტრუქტორი, თავისუფლებისთვის მებრძოლი, გამოცდილი ჯარისკაცი არკადი კასრაძე ემსხვერპლა. ომში რომ მოვდივართ, მგონი ერთი ყველა ჩვენთაგანს ეს კარგად გვაქვს ცნობიერებული, რომ ეს მოხდება. წმენდაზე იყვნენ ბიჭები, ეგრეთ წოდებულ წმენდაზე, სადაც მოულოდნელად შეიძლება დაგხვდეს ვინმე ჯგუფი. წმენდა იმიტომ ქვია, რომ მაგათგან გაიცნდეს. იყო სროლები, იყო ჩასაფრება და ჩეჩნების ჩასაფრების არეალში მოყვნენ. ეს ვიდეო შეტაკებამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. ზურაბატონი არკადი მიშა დავით აიქ თავისას გაიასნებს და გამოვა. აქ გარუწყვეტლივ ისმის სროლის ხმამ. კაცში ვხედავთ ქართველ პარტიზან მეომრებს, მათ შორის გმირულად გარდაცვლილ არკადი კასრაძეს. ბიჭებმა მითხრეს, რომ სანამ დაიღუპებოდა, მან თან გაიყოლა 2 რუსი ოკუპანტი და გმირულად დაეცა ბრძოლის. ის ძალიან ისეთი ვაჟკაცი სულისკვეთების ბიჭი იყო, ყოველთვის წინა ხაზზე უნდა და ყოფნა ყოველთვის გამბედავი და არ შეიძლებოდა მის გვერდით გებრძოლა და გაკვირებული არ დარჩენილიყავი ადამიანი. აი როგორც მამა ისე მყავდა მე აქ რა, ყოველ დღეს თითქმის მეკავდა, მომხნევებდა. 40 წლის ქართველი მეომარი უკრაინაში 2 მარტს წავიდა. რუსულ აგრესიასთან ბრძოლა წლების წინ დაიწყო. სიცოცხლის ფასად იცავდა საკუთარ მიწა-წყალს 2008 წელს. 2004-2009 წლებში გორის სატანკო ბატალიონში მსახურობდა. შემდეგ იყო კრწანისის სასწავლო ცენტრის სერჟანტ ინსტრუქტორი. ერგნეთში კასრაძეების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა გამორჩეული მებრძოლი. სხვა არჩევანი რუსებმა არც დაუტოვეს. აგვისტოს ომმა მისი სოფელი მიწასთან გაასწორა. გადაწყვეტა ომის შემდგომ მავთულხლართების ბადეში გაახვია. არკადი კასრაძე სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა. წლების წინ გადაწყვიტა სამშობლოსთვის მიეძღვნა საკუთარი სიცოცხლე და ასეც მოხდა. უკან არასდროს დაუხევია. სამშობლომ კი ის არ დააფასა. ერთგულ ჯარისკაცს ოჯახის არჩენად საზღვარგარეთ გადახვეწა და მშენებლობაზე მუშაობა მოუწია. მოგეხსენებათ დევანდელ ხელისუფლება როგორ ეპყრობა ჯარისკაცებს, სამოვიდა ჯარიდან, წავიდა საზღვარგარეთ ესე ვიცოდი და თურმე უკრაინაში ბრძოლობდა მთელი ხნის განმავლობაში. როდემდე უნასვა რუსებმა ჩვენი სისხლი გამაგებინეთ ხალხო რა. არა, უკვე გაჩერება აღარ შეიძლება რა, მაქსიმალურად რაც შეგვიძლია უნდა ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, იცით და უკრაინაში
სამუდამოდ უნდა დაესვას რუსეთის აგრესიას წერტილი. ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკებისას არკადი კასრაძის თანამებრძოლი ზურა მუშუქია ძიმედ დაიჭრა. სულ აგრესიას ერთბაშად 3 გმირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანა კი ამ დროს კიდევ 2 გმირს გლოვობდა. გლოვობს ყველა. ეკლესიაში შეკრებილი ოჯახის წევრები, მშობლები, ახლობლები და სრულიად უცხო ადამიანები. საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით გუშინ გამოცდილი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი დაკრძალეს. გულის ნახევარი მხარე ჩამწმიდა მაგრამ აი ესეთი ტკივილი არ მივიღია იმით ვიმშვიდებ თავს რომ ის ჩემი გმირია და საქართველოს და უკრაინის გმირია ის ადამიანია რომელსაც საქართველოს ასახელა და უკრაინა ასახელა ვამაყობ მე ჩემი მამით ყველას ვინაცვალე ვინც მამა ჩემი იქ არ მიატოვა და ნიკოლოზი იქ არ მიატოვა და ვაშკაცურად ბოლომდე გორჩი ედგნენ. ომის დაწყების დღიდან დავითის ოჯახმა ზუსტად იცოდა, რომ ის სახლში ვერ გაჩერდებოდა და ომში წავიდოდა. ტკიოდა და წუხდა უკრაინელებზე. თავიდანვე ამბობდა, რომ ეს ომი ჩვენი, ყველას ომი იყო. მთელი ცხოვრება რუსებთან ბრძოლაში გაატარა. 59 წლის სამხედრო წლების განმავლობაში საქართველოს სადარაჯოზე იდგა. პროფესიონალი მეომარი და სამშობლოს პატრიოტი ადამიანი იყო. ბავშვები იღუპებიან და ბავშვებს ბომბავენო. მე აქ ვერ ვიჯდებიო. და აი ესე ვერ უყურებო, იმიტომ რომ ჩვენი მტრები არიან ეგენიო რა, საერთო მტერი გაგვაჩნიაო. შემდეგი ჩვენ ვართო რა, არა მარტო უკრაინაო რა. სწორედაც აღნიშნა, იმიტომ რომ სწორედაც მასი არის რა. დავით მენაბდიშვილი ერთ-ერთი ბატალიონის ქართულ დანაყოფში იბრძოდა. გამორჩეულ ბატალიონში, რომელმაც ერთხელაც არ დათმო პოზიციები და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდა უკრაინის ტერიტორიებს. სწორედ აღნიშნა ლუკაშანოვამ, რომ თუ კი რამე შეიძლებოდა გასროლილიყო და თითი გამოეკურებოდა რამეს ყველაფრიდან ისროდაო და ყველაფრით ეომებოდაო და გამოცდილი სამხედრო იყო და იცოდიო უკრაინისთვის დასახმარებლად მიდიოდა ნამდვილად და ნამდვილად საჭირო პიროვნება იყო იქ. გამოცდილ მებრძოლებთან ერთად მათ რიგებში ახალბედა, თუმცა პატრიოტული სულისკვეთებითა და თავდადებით გამორჩეული ახალგაზრდა ძმები, შანავებიც ირიცხებოდნენ. ნიკა და ლუკაშანავა ბავშვობიდან სამშობლოს სიყვარულით იზრდებოდნენ. იცოდნენ რის ფასად უჯდებოდა მამას ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი აგვისტოს ომში ბრძოლა. ამაყობდნენ მისით. სულით ხორცამდე გამჯდარი ჰქონდათ მტრის სიძულვილი და როდესაც გაიზარდნენ, ჩვენი და უკრაინის საერთო მტერს უკრაინაში დაუპირისპირდნენ. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მათელი მომავადარდებს მაგიტომ ჩავეთ. იკა ბოლომდე იდგა რა, აი და 3 დღე ვიყავით პოზიციაზე და ახლობით 300 მეტრაში ყავდა მტერი და ბოლომდე ვიდექით ყველანი და ნიკამაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რაც შეიძლება ყველაფერი გააკეთა. შეტაკება ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმის მახლობლად მოხდა. საარტილერიო დაბომბვის დროს გამოცდილ მებრძოლებთან ერთად იდგა ნიკა შანავა. რამდენიმე მეჩი კი პოზიციებს სხვა თანამებრძოლებთან ერთად მისი უმცროსი ძმა ლუკა ამაგრებდა. შეტევის დროს 12-დან 2 ქართველი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. ჩასულა ის ჩავიდა საქართველოს დრო დაესვა და მთლიანად მთელი საქართველო უნდა იყოს დღეს აქ. ეს მარტო მაგის სიკვდილი არა და მაგის დედის დანაკარგი არა, ის ჩვენი ყველა დედის დანაკარგია, ყველა ახალგაზრდის დანაკარგია, მთელი საქართველოს დანაკარგია. უკანასკნელ გზაზე საგვარეულო სასაფლაომდე ის აურაცხელმა ხალხმა გააცილა. ყველაზე ახალგაზრდა გმირი დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს. ეხლა ვიკითხე, სადაც აფავებენ მეთქი. ძალიან გამიკვირდა ასეთი ვაჟკაცები რო იზრდებიან და რო კვდებიან, იმას უნდა მიანიჭო ყველაზე პრესტიჟული ადგილი. აი ეს სამთავრო. უკრაინაში აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლას 9 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და დავით გობეჯიშვილი ქალაქ ირპენთან იბრძოდნენ. პროფესიონალი მეომარი ბახვა ჩიქობავა კი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში იბრძოდა, რომლის ცხედრის გადმოსვენება სამშობლოში ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალი კაცაავა. ქართველი მეომრები თავისუფლებისთვის და ჩვენი მომავლისთვის იბრძოდნენ. მებრძოლები საკუთარი სისხლის ფასად გაცნობიერებულ ომში იბრძვიან საერთო მტერთან. მთავრობის წარმომადგენლები კი კვლავ ჯიუტად აგრძელებენ არ გაღიზიანების პოლიტიკას. სულ უფრო იშვიათად ჩნდებიან დაღუპული გმირების სამძიმარზეც. საუბარი არაა სამხედრო ძმათა სასაფლაოზე, მათ დაკრძალვაზე. სწორედ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია თავს მოხვეული მესიჯბოქსიც, რომ ისინი თითქოს და სხვის ომში დაიღუპნენ. ფუჭი მცდელობაა, რომ მომავალ თაობებს თავგზა აურიონ, რეალური გმირისა და გმირობის მაგალითები გააუფასურონ. სამშობლოს თავისუფლებას შეწირული ჯარისკაცების ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს. ალბათ რამდენ რამეზე მეტყველებს თავისთავად ის ფაქტი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აღმოაჩნდათ არც იმის ძალა, არც იმის სურვილი, რომ აი ამ გმირი მებრძოლების ოჯახებისთვის უბრალოდ სამძიმარი ეთქვათ და თანაგრძნობა გამოეხატათ. არადა კიევის ოლქი, რომ დღეს ოკუპანტებისგან თავისუფალია, ამაში ძალიან დიდი წვლილი ქართველმა მებრძოლებმაც შეიტანეს. თავის დროზე სწორედ ირპენის გამათავისუფლებელ ბრძოლებში დაიღუპნენ რატიანი და ბერიაშვილი. ის კი რაც გაქცეულმა რუსებმა ირპენში, ბუჩასა და ჩერნიხივში და კიდევ სხვა უამრავ ქალაქებში დატოვეს, ენით აღუწერელი სისასტიკეა. რუსების მიერ მოწყობილი გენოციდი თავისი თვალით ნახეს ჩვენმა ჟურნალისტებმა ნათია ტრაპაიძემ და ტატო გურგენიძემ. ნათია ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება კიევიდან. ნათია, საღამო მშვიდობის. პირველ რიგში ვიცით, რომ ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე ქალაქი დაიბომბა რუსეთის მხრიდან. საღამო მშვიდობის. რა შეგიძლია გითხრა აი ამ ბოლო დაბომბებთან დაკავშირებით და ბოლო სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით? სამხედრო იერიშებს რუსეთის ფედერაცია და პუტინის არმია, რა თქმა უნდა, ისევ ახორციელებს უკრაინის მისამართით. ამ შემთხვევაში მთავარი ფრონტის ხაზი გადის ქვეყნის აღმოსავლეთში და მთავარი სამიზნეები არიან სწორედ ქვეყნის ამ ნაწილში მდებარე ქალაქები. განსაკუთრებული ინტერესი არის ხარკოვის მიმართ. ბოლო დღეების განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად იბომბება და დღის განმავლობაში რამდენიმე ათეულ ბომბს ყრიან უკრაინის ამ ქალაქში. ასევე დღეს იყო სწორედ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ შემთხვევით გადარჩა ერთ-ერთი ქალბატონი სიკვდილს, რომელიც უბრალოდ კადრით თუ ვიგრძელებთ მაღაზიიდან უბრალოდ სახლში ბრუნდებოდა და სწორედ ამ დროს ჩამოვარდა მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ორი ბომბი. ასევე იყო კადრები გავრცელებული, რომ დასასვენებელ პარკში იყო ჩამოგდებული სხვადასხვა კალიბრის ჭურვები. ხარკოვის შემოგარენს რო აქტიურად ბომბავენ და ძლიერი შეტაკებებია, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მაყურებელი უკვე ფლობს და წინა სიუჟეტშიც იყო საუბარი იმაზე, რომ იზიუმთანაც დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები. იზიუმიც არის ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი ფრონტის ხაზი. სწორედ ამ ტერიტორიაზე ცდილობს რუსეთის არმია უკრაინის თავდაცვითი ხაზის გარღვევას იმისთვის, რათა მოაქციოს დონბასის რეგიონის შემდეგ უკვე ალყაში და მარტივად მოხდეს ამ ტერიტორიის მთლიანი ოკუპაცია. რა თქმა უნდა, სამიზნეებს შორის ყველაზე მძიმე შემთხვევები ხდება მარიუპოლში, თვეზე მეტია, თითქმის 2 თვეა უკვე ეს ქალაქი არის მუდმივი თავდასხმების ქვეშ. პირველი მარტიდან იმყოფება ოკუპანტების ალყაში და ალბათ წარმოდგენად შეუძლებელია რა სიტუაცია შეიძლება დახვდეს უკრაინის ხელისუფლებას, როდესაც მოხდება ამ ქალაქზე ალყის მოხსნა და იქ შევლენ ტერიტორიის დასათვალიერებლად. კადრები რაც ვრცელდება ბოლო პერიოდში უფრო ნაკლებად, თუმცა მაინც ვრცელდება, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის აღარ არსებობს ეს ქალაქი. მარიუპოლში აღსანიშნავია ისიც, რომ პუტინის არმიას ჰქონდა მეორე ულტიმატუმი მიცემული თავდაცვის სამინისტროს იმ დანაყოფების მიმართ, რომლებიც იცავენ ამ ქალაქს, აქ არის აზოვი და ასევე სხვა ბატალიონები უკრაინის შეიარაღებული ძალების. დღეს 6 საათზე ამოიწურა ეს ულტიმატუმისვა და რუსეთის შეიარაღებული ძალები თხოვდნენ ამ უკრაინელ სამხედროებს, რომ დანებებულიყვნენ შეეწყვიტათ წინააღმდეგობის გაწევა, ეს ჩაითვლებოდა თეთრი დროშის აწევად და შესაბამისად შეინარჩუნებდნენ სიცოცხლეს. თუმცა, რა თქმა უნდა, სამხედროებმა არ მიიღეს ეს წინადადება და
და მათ გადაწყვიტეს რომ ბოლომდე იბრძოლონ, რადგან პირველივე დღეებში ჰქონდათ მათ ნათქვამი რომ მარიუპოლისთვის ბრძოლა იქნებოდა ბოლომდე. რაც შეეხება ეს არის სიტუაცია, საკმაოდ ძიმე ვითარებაა ახლა სწორედ ქვეყნის აღმოსავლეთის ფრონტზე. ნათია, მე მინდა გკითხო იმ ტერიტორიებზე, რომელთა გათავისუფლება უკრაინულმა არმიამ ამ ეტაპზე მოახერხა, წარმატებით, კერძოდ კიევის ოლქზე მაქვს საუბარი. შენ ერთი რას ხედავ ეკრანზე და თქვათ კადრებში, მეორე არის რომ შენ და შენ ოპერატორს პირადად მოგიწია შეხება აი ამ სისასტიკესთან. რა სურათი დაახვდათ აი ამ ქალაქებში თქვენი პირველი საბეჭდილებები როგორი იყო და ზოგადად რა დანაშაული, რა ტიპის დანაშაული ჩაიდინა რუსულმა არმიამ აი ამ უკრაინულ ქალაქებში? კი, ნამდვილად ერთია, რასაც ვუყურებდით ჩვენ ტელეეთერიდან და მეორეა, როცა ხედავ უკვე ადგილზე სიტუაციას, რომელიც დატოვეს პუტინის არმიის სამხედროებმა კიევის შემოგარენში ქალაქებში. შეიძლება ითქვას, რომ ისეთი სიმძიმით სიტუაციის აღქმა უკვე აღარ არის შესაძლებელი, რადგან გაწმენდილია ქუჩები ცხედრებისგან, ასევე უკვე თითქმის დასრულებულია საერთო სასაფლაოებიდან ადამიანების ამოსვენება და პროჟექტურაში გადასვენება, თუმცა მაინც სურათი, რომელიც ხდება თითოეულ ქალაქში ჩასვლისას, არის ძალიან მძიმე. არ არსებობს სახლი, რომელსაც არ ეტყობა საჰაერო იერიშის თუ სარაკეტო იერიშის კვალი და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ქონდეს თავისი ძალიან ძიმე ისტორია ამ 35 დღიანი ოკუპაციისა. ჩვენ დღეს მაგალითად ადამიანს ვესაუბრეთ, რომელსაც უბრალოდ არ უნდა და შემდეგ რომ ჩვენის ჩაგვეწერა, მაგრამ მოგვიყვა ძალიან ძიმე ისტორიები. მაგალითად, არ ვიცი, რომ წარმოიდგინოთ, პირველი 2 კვირა ადამიანები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ საშუალება, რომ რაღაცა საკვები მოეპოვებინათ, თუმცა მესამე კვირა უკვე ამ ოკუპაციის პირობებში იყო ძალიან მძიმე და ადამიანებმა დაიწყეს უკვე ცხოველების საკვების მიღება იმისთვის, რომ გადარჩენილიყვნენ. ანუ ისტორია, რომელსაც გიყვება ადამიანი, არის ძალიან ძიმეთ მოსასმენი ერთი და მე იმისი გააზრება, რა გადაიტანეს ადამიანებმა რუსული ოკუპაციის პირობებში არის ძალიან რთული. ეს ისტორიები მოისმინეს დღეს ქართული დელეგაციის წევრებმა, ისინი იმყოფებოდნენ 2 ქალაქში, ბუჩაში, რომელიც უკვე მსოფლიომ აღიარა რუსული სისასტიკის სიმბოლოდ და ასევე ბოროდიანკაში. შეიძლება ითქვას, რომ ბუჩაში არის ბევრად უფრო მძიმე ადამიანური ისტორიები, იმიტომ რომ ბევრი ცხედარია ბუჩაში, მაგრამ ბოროდიანკას უფრო მეტად ეტყობა რუსული სისასტიკის კვალი. თითქმის ყველა შენობა არის დანგრეული და ადამიანები ყვებიან, რომ რუსულმა სამხედრო კოლონებმა რო ჩაიარეს, ჯერ ტანკებიდან მოხდა შენობების დაბომბვა და შემდეგ უკვე დაიწყო საჰაერო იერიშები. ის რაც ჩვენ ნახეთ, ეხლა ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ ნახოს მაყურებელმაც, ქართული დელეგაციის წევრები ესაუბრნენ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და მათგანაც მიიღეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ოკუპაციის პირობებში კიევის შემოგარენში. უკრაინის განადგურებულ ქალაქ ბოროდიანკას 35 დღიანი ოკუპაციის შემდეგ მოსახლეობის დასაბრუნებლად ამზადებენ. კიევის ოლქში რუსი სამხედროები აღარ არიან, მაგრამ მათი სისასტიკის კვალი ფაქტობრივად ყველა ქუჩაზე, ყველა სახლს ატყვია. ბოროდიანკაში დღეს შენობის ნანგრევებიდან კიდევ 41 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. რუსი ცხოველების მიერ ჩადენილი საშინელების 2 სიტყვით აღწერა შეუძლებელია. უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობა ჩახოცეს. მე გადავრჩი, ფრთხილად უნდა ყოფილიყავი და გწოდნო და სად იდგნენ რუსები და გვერდით უნდა აგვევლო. მალე საკვებიც დასრულდა და ძალიან გაგვიჭირდა. უკვე აფეთქებებიც აღარ გვაშინებდა. მივეჩვიეთ, როდესაც ბუშაში უკრაინელი სამხედროები შემოვიდნენ, 2 ღამე არ მეძინა, რადგან სიმშვიდე იყო. მე კი 1 თვის განმავლობაში აფეთქებებს უსმენდი და მიჩვეული ვიყავი. მოსახლეობის ნაწილი უკვე დაბრუნდა კიდეც, მაგრამ ადგილობრივი ხელმძღვანელობა ყველას აფრთხილებს, რომ ჯერ ადრეა. არ არის სრულად აღდგენილი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება და რაც მთავარია საშიშია, რადგან ქალაქის განაღმვა არ დასრულებულა. ქალაქში 14000 ადამიანი ცხოვრობს და ამ ეტაპზე დაახლოებით 2000 ადამიანი დაბრუნდა. ჯერჯერობით დაბრუნებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებთ, რადგან ჯერ კიდევ სახიფათოა. ჩვენი პარტნიორების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მთავრობის დახმარებით ქალაქს მალე აღვადგენთ. სასწრაფო დახმარების მანქანას გადმოგცეს, რადგან რაც კი მანქანები იყო ქალაქში, მტერმა ყველა დაწვა ან დაცხრილა. ბოროდიანკაში იყვნენ დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მათთან ერთადაა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ქართული ჯგუფის წევრები განადგურებულ ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც ესაუბრნენ. უნებრივია, ეს იყო დირექტივა მათი უმაღლესი მთავარსარდალიდან, რომ ეს ქვეყანა, ეს ერი არ არსებობს, ის სტილი, რაც ჩვენ გვინახავს სამწუხაროდ საქართველოში. ყველა იმ ტალღაში ქართველების ამოხოცვისა და ქართველების
ქართულ მოძულეობის მეორდება. მუნდები რომ დღეს სოფლიოში უკრაინა გახდა უკვე სადისთან, ბოროტებასთან, სისასტიკესთან ბრძოლის სიმბოლო. მაგრამ ძალიან ცოტა ხანში, მცირე ხანში უკრაინა გახდება აი ამ სისასტიკესთან, აი ამ ველურობასთან და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. ნაციონალური მოძრაობის წევრები და გიორგი მარგველაშვილი უკვე რამდენიმე დღეა უკრაინაში არიან და ქართველ მებრძოლებს ხვდებიან, ათვალიერებენ მათ ადგილსამყოფელს. განადგურებული ქალაქები გუშინ ასევე მოინახულეს საქართველოსდან ჩასულმა საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა. მათ საკუთარი თვალით ნახეს რუსული აგრესიის შედეგები ბუჩაში, ირპენში, ბოროდიანკაში და კრამატორსკში. ბუჩაში მათ თვალწინ მუშაობდნენ ტრაქტორები და ხსნიდნენ საერთო სამარხებს. აქ ცოტა ხნის წინ დროებით ის ასობით ადამიანი დამარხეს, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს. ახლა მათი ექსგუმაცია მიმდინარეობს. ექსგუმაციას ესწრებიან კრიმინალისტები, რომ მოხდეს ადამიანების იდენტიფიცირება და ომის დანაშაულის დოკუმენტირება. უკრაინა ამ ფაქტებს ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოებში გამოიყენებს. Здесь была вторая траншея. მე ვერ ვიპოვე სიტყვები ის რაც ბუჩაში ნახე ის ვინმეს გადმოვცან სურათიც ვერ გადავიღე ეს უმძიმესია არ ვიცი რა ქვია ამას ირპენში რუსული არმიის მიერ დანგრეული კულტურის სახლის წინ რადა სპიკერმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მანამდე შეხვედრებისას რადა სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს დელეგაციას ორმხრივ სანქციებზე მსჯელობას თხოვა. შალვა პაპუაშვილმა მხოლოდ საერთაშორისო სანქციებზე გაამახვილა ყურადღება. So there were questions about the ხშირად მოგვისმენია კითხვები სანქციების შესახებ. იქნება თუ არა საქართველოს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ეს ნათელია ჩვენთვის. საქართველოს ვერ იქნება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი. There's a clear for us. Georgia will not be a place for Russia to bypass the sanctions. შალვა პაპუაშვილის სიტყვები იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ სანქცირებულ კომპანიებსა და პერსონებს არ გაუხსნის კარს, მაგრამ დამოკიდებულება ჯერჯერობით უცვლელია მეორე ნაწილში. ფაქტია, რომ საქართველოს რუსეთისთვის საკუთარი ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია. შედეგად გაგრძელდება რუსეთთან სხვადასხვა პროდუქციის იმპორტ-ექსპორტი. უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი საპარლამენტო ჯგუფი უკვე თბილისშია. საქართველოში ისინი ისე დაბრუნდნენ, რომ ოფიციალურ დელეგაციას იქ მყოფი ქართველი მებრძოლები არ მოუნახულებია. უნდა ვთქვათ, რომ ორადორი თხოვნა ჰქონდა უკრაინულ მხარეს საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, ეს არის რუსული დეზინფორმაციის შეჩერება და ამაში დახმარება და მეორე ორმხრივი სანქციების დაწესება, პრაქტიკა, რომელსაც ყველა ევროპული სახელმწიფო და ყველა ცივილიზებული ქვეყანა მიმართავს რუსეთთან მიმართებაში, თუმცა პასუხად მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ, რომ საქართველოს მხოლოდ საერთაშორისო ნაწილზე დარჩება მიერთებული სანქციებისა. და უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე პუტინის სამხედრო ავანტიურამ 200-მდე ბავშვი და 1000-ობით უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება, სასაკლაო კვლავაც გრძელდება. ბუჩა, ირპენი, ჩერნიხივი და მარიუპოლი ომის დანაშაულის და 21 საუკუნის გენოციდის ცოცხალი მაგალითებია. მასობრივად დახვრეტილი და სახელდახელოდ დაფლული მოქალაქეების ამოსვენება რუსული ოკუპაციისგან უკვე გათავისუფლებულ ქალაქებში ახლაც კი გრძელდება, უკვე კვირაზე მეტია. ფაქტების მიუხედავად, რუსეთი შავზე ამტკიცებს, რომ თეთრია და საკუთარ მოსახლეობასაც არწმუნებს, რომ ბუჩაში დახვრეტილი ადამიანები თითქოს არც არსებობენ და თითქოს ეს ყველაფერი მოგონილია. ამ უტიფრობის ექსპორტს კრემლი სხვა ქვეყნებში ცდილობს, მათ შორის ჩვენთანაც. ნახეთ, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. 8 აპრილს დონეცკის ოლქში უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგური დაიბომბა. აფეთქებას 52 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 5 ბავშვი ეცხვერხლა. აფეთქებების წარმოუდგენელი ხმები იყო. ბავშვებმა ყვირელი დაიწყეს, ქალები აკიუნდნენ. უამრავი დედა იყო შულთან ერთად. კასეტურ ჭურვს, რომლის კორპუსით სადგურის სიახლოვეს დაეცა, დიდი თეთრი ასოებით ეწერა ბავშვების გამო. მალევე დადგინდა, რომ ბალისტიკური რაკეტა სახელწოდებით ტოჩკა U იყო ჩამოგდებული. რუსეთის ფედერაცია მომხდარი იმ წუთშივე უკრაინას გადააბრალა. საკუთარი უდანაშაულობის არგუმენტად კი განაცხადა, რომ მსგავსი დასახელების ბალისტიკური რაკეტები შეიარაღებიდან დიდი ხანია ამოღებული აქვს.
რუსების ტყუილს ფარდა მალევე აეხადა. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო მტკიცებულება იმისა, თუ როგორ გადაადგილდება ამგვარი ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ოკუპანტების სამხედრო კოლონა უკრაინის ტერიტორიაზე. ამას გარდა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს შარშან 9 მაისს კრასნოდარში ჩატარებული აღლუმის ამსახველი ვიდეო მასალა, სადაც რუსული არმია თავს სწორედ ამ ბალისტიკური რაკეტებით იწონებდა. მოემართებიან ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი ტოჩკაუს გამშვები დანადგარები. ამგვარად ინტერნეტისა და ელექტრონული კომუნიკაციების ეპოქაში ტყუილს ფეხები კიდევ უფრო დაუმოყდა, თუმცა უტიფრობას მაინც არაფერი შველის. ალექსანდრე გრიგორისძემ დღეს გადმომცა დოკუმენტები, რომელიც ასევე გადაგზავნილია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურში და მოკლედ მომიყვა, როგორ ვინ რომელი მანქანით ჩადიოდა ამ დასახლებულ პუნქტში და ქმნიდა პირობებს ამ პროვოკაციისა და ფეიკის მოსაწყობად. ეს განცხადება პუტინმა ბუჩაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. შესაბამისად ცალსახაა, რომ უკრაინაში წამოწყებული სისხლიანი ავანტურის გასამართლებლად რუსული პროპაგანდა უკან არასდროს არაფერზე დაიხევს. რუსეთს ამ წუთას ჭირდება იმ ყოველი ნაბიჯის გამართლება, რა ნაბიჯსაც ისდგამს უკრაინაში. და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ შიდა აუდიტორიაზე ეს თავისი მიზანი პრაქტიკულად მიღწეული აქვს, იმიტომ რომ ომის დაწყების მერე პუტინის რეიტინგი გაიზარდა. პრინციპში ეს ტრადიციულიც არის ერთგვარად რუსული საზოგადოებისთვის უყვართ მათ სხვების დაჩაგვრა. კრამატორსკში ჩამოგდებულ კასეტურ ჭურვზე დატანილი წარწერაც ბავშვების გამო რუსული პროპაგანდისტული ნარატივის შემადგენელი ნაწილია, რომელიც სათავეს 2014 წელს დონბასში დაწყებული შეერაღებული დაპირისპირებისას იღებს. იმ წლის აპრილში სლავიანსკისთვის ბრძოლების დროს ქალაქი ცოტახნით ამბოხებულებმა დაიკავეს. თუმცა მალევე მათ პოზიციების დათმობა მოუხდათ და ქალაქში უკრაინის შეერაღებული ძალები შევიდნენ. ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დენვილთა ბანაკები იყო მოწყობილი. ერთ-ერთ მათგანში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტები ჩავიდნენ და პროპაგანდისტული რეპორტაჟი გამოაცხეს. ამბოხებულის ოჯახი დაიჭირეს, მეუღლე და 3 წლის ბიჭი. ბიჭუნა განცხადებების დაფაზე როგორც ჯვარზე ისე გააკრეს, დანით დასერეს და დედას აყურებინეს. ჟურნალისტს ეს ისტორია ერთ-ერთი ამბოხებულის მეუღლემ, გალინა პიშნიაკმა მოუყვა. როგორც ჩანს, მისი ისტორია ტელევიზიაში მოეწონა და მეორე დღეს იგივე ქალისგან კიდევ ერთი ინტერვიუ აიღეს. ამჯერად მონათხრობის სხვადასხვა დეტალებით შევისო და სიმბოლოებით დაიტვირთა. შეკრიბეს ქალები, გოგონები, მოხუცები და საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს. გამოიყვანეს 3 წლის პატარა ბიჭუნა, რომელსაც ტრუსები და მაისური ეცვადა, როგორც იესო ჯვარზე ისე გააკრეს განცხადებების დაფაზე. ერთი აჭედებდა, ორს ეჭირა. ეს რეპორტაჟი რუსეთის პირველმა არხმა 13 ივლისს მესამედაც გაუშვა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ 9 ივლისს პირველი სიუჟეტის გასვლამდე 2 დღით ადრე ფილოსოფოსისა და კრემლის აპოლოგეტის ალექსანდრე დუგინის ოფიციალურ გვერდზე თითქმის ანალოგიური შინაარსის ისტორია უკვე იყო გამოქვეყნებული. პოსტში შავი თეთრზე ეწერა. ქალაქში უკრაინის არმია შევიდა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ იყო ამბოხებულთა რიგებში. დაიჭირეს ქალი და კაცი, მიაბეს ჯავშან ტრანსპორტიორზე და მოედნის გარშემო ათრიეს. ბოლოს გასისხლიანებული ცხედრები მანქანაში ჩაყარეს და სადღაც წაიღეს. მერე შეცვლიდნენ ერთ-ერთ სახლში, გამოიყვანეს იქიდან 6 წლის ბიჭი და სარეკლამო ბანერზე, როგორც ჯვარზე, ისე გააკრეს. მანამდე აწამებდნენ, ვიდრე მისი ამბოხებული მამა მოედანზე არ მივიდა, რომელიც ყველას თვალწინ დახვრიტეს. სლავიანსკში ჯვარზე გაკრული ბიჭის ისტორია მოგვიანებით მოულოდნელი და ცოტა არ იყოს წინასწარმეტყველური დატვირთვა შეიძინა. პოპულარული სერიალის Homeland-ის მე-7 სეზონის მე-5 ეპიზოდში, რომელიც ეთერში 2018 წელს გავიდა, პრაქტიკულად წინასწარმეტყველებს იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება. პროპაგანდის იარაღად ადამიანის ჯვარზე გაკრვის ისტორიის გამოყენება ომების ისტორიაში არ ახალია. ეგ არის აი კლასიკური სცენარია იმისა, რომ ადამიანები რეაგირებენ, ხო, ეგ ხო გამაღიზიანებელია, ძლიერი გამაღიზიანებელია თქვენი ტვინისთვის და ამბობს, რომ აი ჯვარზე როგორ შეიძლება პირდაპირ ქრისტესთან ასოცირდება, ხო? და აი ამ ასეთი წამების შემდეგ უკვე როგორ შეიძლება ვინმეს მიმართ ჰქონდეთ რაღაცა პოზიტიური მოლოდინები ან პოზიტიური განწყობები.
პროპაგანდის მკვლევრების აზრით, ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების ინსტრუმენტები მშვიდობიანობისა და ომის დროს ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავებულია. თუ მშვიდობიანობის დროს ადამიანის გონებას პროპაგანდისტული ინფორმაციის დასაჯერებლად მცირედი მტკიცებულება მაინც სჭირდება, ომის დროს მოქმედებს პრინციპი, რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო დამაჯერებელია. განსხვავება განპირობებულია იმით, რომ ომის დროს ადამიანის ტვინი მაქსიმალურად ცდილობს იპოვოს მისთვის საინტერესო და მისთვის მოდით ესე ვთქვა დამაიმედებელი ინფორმაცია, ამიტომ იგი ცდილობს რომ არ გადაამოწმოს მათ შორის, იმიტომ რომ ტვინი ზარმაცია და ბევრი სხვა ფაქტორის გამო ინფორმაცია სიმართლეა თუ არა, თუ კი ვიღაცამ, ვინც მისთვის შეიძლება სანდო წყარო იყოს ეს თქვა, იგი ამ ინფორმაციას დაიჯერებს. ამიტომ ომიანობის დროს პროპაგანდის მუშაობა არის მთლიანად დაფუძნებული დასწრების ეფექტზე, ანუ ვინც პირველი თქვა ის არის, მოკლედ მართალი, მარტივად რომ თქვათ და გარდა ამისა, საინფორმაციო არხების და საინფორმაციო საშუალებების კონტროლზე, ტოტალურ კონტროლზე განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორც რუსეთის ფედერაცია. შენ ამიერიდან ქათამი აღარ ხარ, შენ ბიოლოგიური იარაღი ხარ. შენი საბრძოლო დავალება ასეთია: გაფრინდები კრემლში და დადებ კვერცხს. მერე გადაუფრენ რუსეთის ქალაქებსა და სოფლებს და ყველაფერს დაასკინკლავ. გახსოვდეს, ეს შენი ფეკალიები კი არა, ინფორმაციაა. ისინი დიდი ხანია მიეჩვივნენ ამგვარი ქაქის ჭამას. წარმატებები სერჟანტო გალინა ბლანკავ. ასეთი ხუმრობა ნარევი ვიდეორგოლებით გადაჭედილია სოცქსელები. თუმცა უკრაინელებისთვის საქილიკო თემა სრულიად სერიოზულია რუსებისთვის. სრული ინფორმაციული ვაკუუმში მოხვედრა 140 მილიონიან ქვეყანაში არის პრაქტიკულად შეუძლებელი. რეალურად ეს არის რწმენის ამბავი რუსული საზოგადოების, რომელმაც სულ დაიჯეროს, რომ მათი სახელმწიფო არის მართალი ყველაფერში, რასაც მას ეუბნებიან ტელევიზორიდან. ახლა კი ახალი ამბები უკრაინიდან. საიდუმლო ლაბორატორიებში გამოყვანილია სპეციალური საბრძოლო ბატები, რომლებიც რუსულ თვითმფრინავებს ანადგურებენ. TikTok-ის საშუალებით ვირუსულად გავრცელებული ეს ვიდეო რამდენად შეესაბამება სიმართლეს იმის თაობაზე, რომ რუსია 24-ზე მართლაც გავიდა ამ შინაარსის რეპორტაჟი რთული სათქმელია. თუმცა რუსულ მედიაში ცხოველების, ფრინველების, ღამურებისა თუ რეპტილიების მასობრივი განადგურების იარაღად გამოყენების პერსპექტივა, რომ აქტიურად განიხილება ფაქტია. ამერიკული მხარე 2022 წელს უკრაინაში გეგმავდა ეწარმოებინა კვლევები ჩიტების, ღამურებისა და რეპტილიების პათოგენებზე იმის დასადგენად, შეიძლებოდა თუ არა მათი მეშვეობით ისეთი ვირუსების გავრცელება, როგორებიცაა ღორების აფრიკული ჭირი და ციმბირული წყლული. იქ მზადდებოდა ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც უკრაინელ მოხალისეებზე ცდიდნენ. პლუს ამას, ამ ვირუსით აინფიცირებდნენ ფრინველებს, რომელთა გადაფრენის ტრაექტორიაც რუსეთზე წინასწარ ჰქონდათ გამოთვლილი. ეს აბსოლუტურად ფაშისტური მცდელობაა. სლავური ეთნოსის, როგორც ასეთის განადგურებისა. ნიკიტა მიხალკოვი რუსეთში უცნობილესი და პატივსაცემი ადამიანია. კაცი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება. არადა მისი ნათქვამით გამოდის, რომ უკრაინელებს უნდათ იმ ერის განადგურება, რომელსაც პუტინის მტკიცებით თავადვე მიეკუთვნებიან. ვერასდროს ვერ შევიცვლი ჩემს რწმენას იმის თაობაზე, რომ რუსები და უკრაინელები ეს ერთი და იგივე ერია. ნებისმიერი გენეტიკოსი მარტივად დაამტკიცებს, რომ ცალკე აღებული რუსული გენომი სამყაროში არ არსებობს. ადამის მოდგმის გენები ისეა ერთმანეთში ათქვეფილი, რომ მხოლოდ ერთი ერისთვის დამახასიათებელი გენომის გამორჩევა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, რუსები მაინც ამტკიცებენ, რომ ბიოლაბორატორიები მათი ეთნოსისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ხელს არც თუ იშვიათად საქართველოსკენაც იშვერენ. საქართველო პირდაპირ უნდა გავაფრთხილოთ, რომ ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი ინსპექტორების შეშვებას ამ ობიექტებში და თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ უბრალოდ გავანადგურებთ ამ ლაბორატორიებს, დავბომბავთ მათ იმ პირობებში, როცა უკრაინაში სპეცოპერაციას ვატარებთ. საქართველოს მიმართულებით წყვილი ფრთოსანი რაკეტის გაშვება ისეთი წვრილმანი ამბავი იქნება, რომ ამას მსოფლიოში ფაქტობრივად ვერავინ შეამჩნევს. დასავლეთი რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის იყვირებს, მაგრამ რა აქვს საყვირალი, რატომ ქმნიან რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ბიოლაბორატორიებს? არ არის საჭირო მათი შექმნა. რეალური ინფორმაციის პროაქტიული გავრცელება არის ყველაზე საუკეთესო გზა პროპაგანდასთან ბრძოლის საქმეში. იმიტომ რომ ადამიანის ტვინი არის ასე მოწყობილი, ადამიანის ტვინს ყოველთვის აინტერესებს, რა ხდება მის გარშემო და ყველაზე მეტად აინტერესებს ის, რისგანაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. შესაბამისად, რადგან ეს ინტერესი არსებობს ტვინში, საჭიროა რომ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად სადღაც იპოვოს ინფორმაცია. თუ კი იგი ვერ პოულობს მართალ ინფორმაციას,
ინფორმაციას, მიდის და იჯერებს პროპაგანდას. პროპაგანდის ნაკადი ჩვენს ეპოქაში იმდენად მძლავრია, რომ მიღებული ინფორმაციის გაფილტრვა და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჭეშმარიტების დადგენა თითქმის შეუძლებელია. თუმცა რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში მათი საკომუნიკაციო არხებით წამოსული ნებისმიერი ინფორმაცია, გადამოწმებასა და კრიტიკულ ანალიზს რომ უნდა დაექვემდებაროს, ცხადზე უცხადესია. ასეთ პროპაგანდას კი ყავს თავისი სპონსორებიც და ორგანიზატორებიც, რომელთა შორის მედვედჩუკიც იყო, უკრაინელი მილიარდერი, რომელსაც მედია იმპერიაც ჰქონდა ბოლო დრომდე. უკრაინელი ოლიგარქი პუტინის პირადი მეგობარი და კრემლის მთავარი აგენტი გახდათ კიევში. დღეს ეს ტიტულოვანი პერსონა პატიმარია. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ის აიყვანეს მაშინ, როცა რუსების მიერ ოკუპირებულ დნესტრისპირეთში ცდილობდა გაპარვას. ეს ადამიანი საინტერესოა არა მხოლოდ უკრაინული უშიშროებისთვის უნდა იყოს, არამედ ჩვენთვისაც. მედვედჩუკი რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში პრივატული ვიზიტებით და თანაც არჩევნების წინ. გავრცელებული ინფორმაციით კი მისი მასპინძელი ადგილზე თავად ბიძინა ივანიშვილი გახდათ. არავის აქვს ილუზია, რომ ეს ვიზიტები ერთობლივ ბიზნეს ან საერთო მეგობრებს უკავშირდებოდეს, რომელიც წარსულში სავარაუდოდ მათ უნდა ბევრი ჰქონდეთ რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიაში. ასეთებიც იყო. მედვედჩუკი ივანიშვილის ურთიერთობის ისტორიაში. უფრო სარწმუნოა, რომ მედვედჩუკი საქართველოშიც იმისთვის ჩამოდიოდა, რასაც ის 20 წლის განმავლობაში უკრაინაში აკეთებდა. ჩამოჰქონდა პუტინის პირადი გზავნილები და დავალებები. ყოველ შემთხვევაში უკრაინაში ეს მისი მთავარი ფუნქცია იყო. ერთი სიტყვით პუტინის ნათლი მამა დღეს უკრაინის ციხეში ზის, თან ისე, რომ კრემლის წყალობით დაგროვებული მილიარდები სრულად ჩამორთმეული და დაყადაღებული აქვს. ჩავედი სადაც გამიშვით, მარად თქვენი რუსული სამხედრო ხომალდი. ოია ამას ვენაცვალე. დიდი ჩაძირვების კვირა კი იყო. ახალი და უკვე სამარადისო ნავსაყუდელი ჰპოვა კრეისერმა მოსკვამ. ახალი ნავსაყუდელი ჰპოვა ვიქტორ მედვედჩუკმაც უკრაინის პოლიტიკაში მოსკოვური ფრთის აქამდე დაუმარცხებელმა და ჩაუძირავმა ფლაგმანმა. თქვენთან დააკავეს მედვედჩუკი, ჩვენთან გაუჩნდათ კითხვების სურკოვთან. უკრაინაში მეხუთე კოლონის შესაქმნელად გამოყოფილი მილიარდების მიმთვისებლებთან ყველას აქვს კითხვები. პირველი მაიდნის შემდეგ სურკოვმა დაიწყო პუტინის ტვინის გამორეცხვა ფერადი რევოლუციების საშიშროებით. მერე მოიფიქრა პროექტი ნოვოროსია და ააგორა ყველაფერი. პუტინი აქამდე რომ მიმხვდარიყო, რომ მედვედჩუკი სულ ცოტა 8 წელი ატყუებდა, იქნებ ომი არც დაეწყო. პუტინის უკრაინელი ოლიგარქი მედვედჩუკი და პუტინის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე სურკოვი ერთსა და იმავე დროს ტყუილად არ აღმოჩნდებოდნენ გამომძიებლის პირისპირ. თუნდაც მოწინააღმდეგე ქვეყნებში. მედვედჩუკის სატელეფონო საუბრები უკრაინის პროკურატურამ შარშან გამოაქვეყნა. ასე ირკვევა, რომ დიდი მეგობრობა სხვებთანაც ჰქონია. პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, რუსეთის მთავრობის წევრებთან, სეპარატისტების ლიდერებთან ფორმალური გამართლება ამისთვის ჰქონდა. პრეზიდენტმა პოროშენკომ რუსული კავშირების გამოყენება თავად შესთავაზა. კიდევ ერთ ავანტურაში ვეხვევი. პოროშენკომ შემომთავაზა, რომ ჩავერთო წყვეთა გაცვლაში. ამას მხარი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმაც დაუჭირა. ვიქტორ მედვედჩუკი 2 ათეულ წელზე მეტი ჩაუძირავი ფლაგმანი იყო. საუკეთესო მაგალითი კრემლის სპეცოპერაციისა, როგორ მივიტაცოთ ქვეყანა ერთი ოლიგარქის ხელით. ვაშონინო დიდი ფული, შეუქმნათ პარტია და წინ ბრძოლაში. მისი ფულით პუტინი უკრაინის მართვას ცდილობდა და ზოგჯერ წარმატებით ახერხებდა. ოლიგარქი პრეზიდენტ კუჩმას ადმინისტრაციის უფროსიც კი გახდა. დიდზე დიდი ქონება დააგროვა და რაც ყველაზე მეტად ეძვირფასება, მირონი. 2004 წელს მისი ქალიშვილი თვით პუტინმა და მედვედევის ცოლმა სვეტლანა მონათლეს. უწმინდურ ჯიშთან დამოყრებამ სულიწმიდის მადლი ვერ შემატა, სამაგეროდ შემატა ქონება და გავლენა. მედვედჩუკის ოპოზიციური პლატფორმა რუსეთის მთავარი საყრდენია უკრაინაში. წლებია საუბრობენ, რომ უკრაინულ პოლიტიკაში რუსული ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. მედვედჩუკმა ძალიან დიდი როლი შეასრულა რუსულ აგრესიაში. მას კი მთელი ბიზნესი ფაქტიურად რუსეთმა აჩუქა. არ მესმის პოროშენკო რატომ აჩერებდა ამდენ ხანს. ამბობენ, საერთო ბიზნესი ჰქონდათო. კუჩმასთანაც ძალიან ახლოს იყო. ყველა ხელისუფლებას ეტენებოდა. მისი მთავარი ბიზნესი კი რეგიონში ელექტროენერგიის დისტრიბუცია. ფაქტიურად მთელი ქვეყანა დღეს მას უხდის ფულს, მაგრამ ყველაზე შემოსავლიანი მაინც რუსეთის მსახურებაა. პუტინის უკრაინელი ოლიგარქის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ საბჭოთა დისიდენტი შვილია, მაგრამ კარგად არის ცნობილი, რომ 80-იან წლებში იმდროინდელმა ადვოკატმა მედვედჩუკმა ფაქტიურად არ დაიცვა პოეტი ვასილი სტუსი, რომელსაც ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის ასამართლებდნენ.
ვასილ სტუსი ციხეში მედვედჩუკმა ჩააგდებინა. სტუსი ლაგერებში მოკვდა. თავიდანვე ჩეკისტი იყო მედვედჩუკი. სხვადასხვა დროს ითხოვდა ფედერალიზაციას, რეფერენდუმებს ოლქებში. მოკლედ ყველაფერს, რაც რუსეთს სურდა. მედვედჩუკი რუსეთისგან იღებდა ყოველთვის ყველაფერს, რაც უნდოდა. მაგალითად, ნავთობგადამამუშავებელ კომბინატს როსტოვის ოლქში. ბრალდების თანახმად პროდუქციას დონეცკისა და ლუჰანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ყიდის. ეს კი კანონის ენაზე ტერორიზმის დაფინანსებაა. კიდევ ერთი ბრალდებაა ყირიმის შელფზე გაზის საბადოს ფლობა, რომელიც მედვედჩუკმა 2012 წლის შემდეგ ასევე რუსულ კომპანიად აქცია. ყირიმის საბადოს რაც შეეხება, დღეს დავავალე საგადასახადოს, რომ დაარეგისტრირონ სასწრაფოდ. დიდი მადლობა, დიმა, დიდი მადლობა. მედვედჩუკის კავშირი რუსეთის ხელმძღვანელებთან ისეთი ფაქტია დამტკიცებაც არ სჭირდება. ბრალდება ახლა ამ კავშირების კრიმინალურ შედეგებს იკვლევს. განსაკუთრებით საინტერესოა, რისთვის იყენებდა ოლიგარქს მოსკოვი. ეს განცხადებები თითქოს დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებთან არ ვივაჭრებთ ქვანახშირზე, მხოლოდ პოლიტიკურია. პრობლემა ახლა ფულია. ჩვენს მხარეს ტრანსპორტირებას ჩვენ მუზრუნველყოფთ. სიბიუს პირველი მოადგილე მუშაობს ჩვენს ჯგუფში. ის მოგვატანინებს ბლოკპოსტამდე. მერე მოლარე მიიღებს ფულს. დაცვა შეიცვლება და წავა ქვანახშირი. დაველაპარაკები მთავარს თუ მიიღებს ჩვენს გეგმას დეცენტრალიზაციაზე ადგილობრივ არჩევნებზე. ხელისუფლებამ მზადაა განიხილოს ნებისმიერი კანდიდატი ოლქში თანამდებობაზე, რომელსაც მოწინააღმდეგეები დაასახელებენ. დავნიშნავთ გუბერნატორად იმას, ვისაც ეგენი გვეტყვიან. ვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიებს იმას, ვინც ომობდა შეუძლია მშვიდად წავიდეს რუსეთში. სეპარატიზმი და მსგავსი საუბარი სისულელია. ეს აშკარად მეტია ვიდრე ტყვეთა გაცვლა. პუტინის ნათლი მამა პუტინის ანასხლეტებს ულაპარაკოდ უმტკიცებს ნებისმიერ კანდიდატურას უღიარებელი რესპუბლიკების ხელმძღვანელ თანამდებობებზე. სრულ ხელშეუხებლობას პირდება ბოევიკებს. თავისი მილიარდერის ხელით პუტინი სეპარატისტების ფაქტიურ აღიარებას აახლოებს. ყველა ქალაქსა და სოფელში, სადაც რუსები გამაგრდნენ, მელიტოპოლში, ხერსონში, ბერდიანსკში, მერებად უკლებლივ ყველგან მედვედჩუკის ხალხს ნიშნავენ, მხოლოდ მისი პარტიის წევრებს. სეპარატისტებთან კავშირის გამო მედვედჩუკი ამერიკული სანქციების სიაში 2014 წელს მოხვდა, მაგრამ რჩებოდა პრეზიდენტის წარმომადგენლად სეპარატისტებთან მოლაპარაკებებზე და მედია მაგნატად. მისი შევიწროება ზუსტად აქედან დაიწყეს. 2021 წელს დაუხურეს სამი ტელევიზია, რომელთაც ლუჰანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბანკიდან აფინანსებდა. ჩვენ შეგვეძლო მოლაპარაკება უკრაინის გაწევრიანებაზე ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, საბაჟო კავშირში, ევრაზიულ ეკონომიკურ თანამეგობრობაში. ძალიან დიდ პატივს ვცემ პუტინს, მედვედევს. მაქვს გარკვეული ურთიერთობა დიდი ხანია. ამას ძალიან ვაფასებ. პირადი ურთიერთობა მაქვს, ოჯახური. მარყუჟმა რომ მოუჭირა მედვედჩუკმა მთელი ქონება ცოლზე გადააფორმა, რომელიც ცალკე სალაპარაკო თემაა, მხოლოდ გარეგნობის გამო არა, საქმის გამოც. მარჩენკო მხოლოდ ცოლი არაა, ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტია. უშუალო მონაწილეა უკრაინაში რუსკი მირის საინფორმაციო კამპანიისა. ოქსანა მარჩენკო გამორჩეული ქალია. ქორწინების შემდეგ ტელესამყაროება მიატოვა და საზოგადოებრივ საქმიანობაზე გადაერთო. თუმცა ისევ ტელევიზიის დახმარებით. წაიკითხეთ ამ დიდებული მანქანის სანომრე ნიშნის წარწერა. ოქსანა მარჩენკომ ასე შემოიარა უკრაინა ბევრ ჯვარსა და მარჯვენას ეამბორა. ოღონდ მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებში. ადრე არავინ მიაქცევდა ყურადღებას, ახლა კი თვალში პირდაპირ გეჭხირება ლათინური ვ მკერდზე, რომელსაც იქამდე სულ სხვა თვალით შეეხედებოდა. აფროდიტე ხართ, სიყვარულის ქალღმერთი, მაგრამ ფეხები საერთოდ არ გიმუშავებთ. პუტინის ნათლიდედას რაც ჩემს ფეხებად უნდა ფეხები, რაც სჭირდება ყველაფერი უმუშავებს. ბოლო დროს ბარათების გარდა. დღეს გაგვიყინეს ანგარიშები. ვეღარ გამოვიწერ მუსიკალურ აპლიკაციას, რადგან ბარათები დამიბლოკეს. პუტინის ნათლიდედაზე 100-ზე მეტი კომპანიის გადაფორმება ნათლი მამას ვერ უშველა. ერთი წლის წინ საშინაო პატიმრობა მიუსაჯეს 3 მუხლით. რუსეთის შემოჭრის წინაღამეს კი ოლიგარქი გაუჩინარდა. სად და როგორ დააკავეს თვენახევრის შემდეგ არავინ ამბობს. ერთადერთი რაც ცნობილია შინაპატიმრობიდან გაქცევის შემდეგ უკრაინაში იყო. მედვედჩუკი ჩემთვის უცნობი კაცის მანქანით კონკრეტულ მისამართზე მივიყვანეთ. იმ სახლიდან ურეკავდა ცოლს, მესმოდა სიტყვები FSB. ეუბნებოდა რომ ისინი ყველაფერს გაუკეთებენ, დაეხმარებიან. გავიგე რომ მზადდებოდა გაქცევა. მედვედჩუკმა მითხრა რომ 20 წუთში მოგვაკითხავდნენ სამხედროები. მოვიდა კაცი შავი ფორმით, მოუტანა უკრაინული სამხედრო ფორმა. მედვედჩუკმა გადაიცვა ცოლთან საუბრისას. მან უთხრა რომ ამზადებდა ტყით გადასვლას დნესტრისპირეთში, რადგან რუსეთი და ბელარუსი ეხლა ჩაკეტილი იყო. შემდეგ 2 მანქანით წაიყვანეს უცნობებმა.
სად გარბოდა სანქცირებული მილიარდერი გასაგებია. ისიც მეტნაკლებად ნათელია, ვინ შეიძლებოდა დახმარებოდა. ომი ისე წარიმართა ალბათ დაკარგა იმედი, რომ კიევში მისი მოსაწონი ხელისუფლება შედგებოდა. მედვედჩუკის დაკავება ძალიან დიდი წარმატებაა. ახლა დაფქვავს ყველაფერს, რაც იცის პუტინზე. არადა ზედმეტად ბევრი იცის მასზე პირადად. ქონდა მთელი ინფორმაცია, რას აპირებდა და აპირებს პუტინი. დაიწყება გამოძიება, რა როლი ჰქონდა მედვედჩუკს რუსული ომის მომზადებაში. დიდი ალბათობით ის პუტინის მთავარი ინფორმატორი იყო. ანაწილებდა ფულს, რომელიც პუტინმა გამოყო უკრაინაში აგენტურის შესაქმნელად. მაგრამ პუტინს თავადაც ყალბ ინფორმაციას აწვდიდნენ. ახლა დააპატიმრეს FSB-ს გენერალი ბესედა ვლადისლავ სურკოვი, პუტინის ყოფილი თანაშემწე. ახლა მედვედჩუკს ურჩევნია უკრაინულ ციხეში იჯდეს, ვიდრე რუსულში. იქ პირდაპირ დახვრეტენ უზარმაზარი ფულის გაფლანგვისა და ომში პუტინის ჩათრევისთვის. უკრაინაში ისეთები ხდება, პუტინი ნამდვილად უნდა ეძებდეს დამნაშავეს. მიროვი და მეგობრობა აქ აღარ მუშაობს. ან ვიღაცები უნდა გაწიროს, ან იკისროს პასუხისმგებლობა და თავი გადადოს. პირდაპირ მნიშვნელობით. მოკლე კაგებეშნიკს ამდენი გამბედაობა არ აქვს, ამიტომ ყველა დანარჩენი ტაფაზე უდევს. პუტინის სიახლოვე ფულის აკეთებლად კარგი იყო, სანამ ვალის დაბრუნების დრომ არ მოაწია. მით უფრო, თუ გაუჩნდება ეჭვი, რომ მოატყუეს და რუსული მილიარდები დავალებული საქმე არ გაუკეთეს. უკრაინაში, მოლდოვაში თუ საქართველოში. მედვედჩუკის ქართველ კოლეგაზე ამ გადაცემაში ისევ ვისაუბრებთ, მანამდე კი მუსიკა, როგორც იარაღი ბოროტების და სიკვდილის წინააღმდეგ. რაკეტების წვილი, ბომბების გამაყრუებელი აფეთქება, ტანკების გრუხუნი, ავტომატების ხმა სადღაც ფონზე და შემდეგ დუმილი. კიდევ უფრო გამაყრუებელი, კიდევ უფრო მძიმე. უკრაინელები თითქმის 2 თვეა ამ ომის ხმებში ცხოვრობენ. ეს ხმები თავშესაფარშიც აღწევს, დევნილთა ბანაკებშიც და უკრაინელი ხელოვნების შემოქმედებაშიც. მაგრამ უკრაინელები იბრძვიან რუსულ ტანკებსაც, იარაღით ხელში და ებრძვიან ომის ხმებსაც საკუთარი ხელოვნებით, მუსიკით, სიმღერით. გასულ კვირას თბილისმა ლვოვის სიმფონიური ორკესტრის საქველმოქმედო კონცერტს უმასპინძლა, რომელიც განახევრებული შემადგენლობით ჩამოვიდა ჩვენს დედაქალაქში მარტივი მიზეზის გამო, რომ მუსიკოსი მამაკაცები იარაღით ხელში სამშობლოს დასაცავად სახლში დარჩნენ. ჩვენ დღეს ჯარისკაცები ვართ სცენაზე. ის იარაღი, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ეს არის მუსიკა, ბგერა, ემოცია, ალბათ არის ყველაზე ჰუმანური იარაღი და ახლა ყველაზე მეტად რაც კაცობრიობას აკლია და რამაც აქამდე მიგვიყვანა ჰუმანიზმის ნაკლებობა. თავშესაფრებიდან აჟღერებული უკრაინის ეროვნული ჰიმნი, მიწასთან გასწორებული სამშობლოს ტკივილის, ცრემლის, სევდის, ამასთან მარადიული ბრძოლის და უმორჩილებლობის სიმბოლოა, თანამედროვე სამყაროსთვის ომის ხმატქცეული. სამხედრო ფორმაში უცნობი მევიოლინის სამწუხაროდ არც სახელი და არც ბედის ამბავი ვიცით, თუმცა მის მელოდიაში ვგრძნობთ, რომ არ მომკვდარა უკრაინა, არც მისი დიდება, არც მისი ნება. როცა მამაკაცი მუსიკოსები სამშობლოს დასაცავად ომში რჩებიან, მათი კოლეგები, დედები, ცოლები, შვილები მსოფლიოს გარშემო უკრაინული კულტურის საშუალებით, კულტურის დიპლომატიური ენით, რომელსაც გაგება კი არა, თარგმანის გარეშე შეგრძნება სჭირდება, გვახსენებენ მათი სამშობლოს ყოველდღიურ ტრაგედიას.
ლვოვის საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრიც სპეციალური პროგრამით მხოლოდ ქალი მუსიკოსების შემადგენლობით მსოფლიოს გარშემო გასტროლირებს. როდესაც პირველად გავდიოდით ქვეყნიდან, ისეთი შეგრძნება გქონდა, თითქოს პარალელურ რეალობაში მოხვდით. მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ მუდმივად შევახსენოთ მსოფლიოს, რა ხდება ჩვენ სამშობლოში. ამბობენ ომის დროს ერთითვის თავზე საზოგადოება ეჩვევა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. მამაკაცი წევრების უმეტესობა ტერიტორიულ დაცვაში ჩაეწერა. ჩვენს ქალაქებს იცავენ. ბევრი მოხალისედ მუშაობს, ჰუმანიტარულ ტვირთს ანაწილებს. მუსიკოსების ნაწილი იარაღის გამოყენებას სწავლობს და სამხედრო გადამზადებას გადის. სამშობლოს იცავს, ვისაც როგორ შეუძლია. მარათონის მიზანია დაეხმაროს უკრაინელ ხალხს. ეს არის ორი ორკესტრის შეხვედრა, ორი უახლოესი და უძვირფასესი ერების თანაგრძნობის და ერთად დგომის აქტი. გლობალური სატელემარათონო პროექტი, რომელიც ლვოველმა ხალბატონებმა უკვე პოლონეთშიც ჩაატარეს ევროპის ქალაქებში, იქ მხოლოდ ისინი მონაწილეობდნენ. აქ პირველად ხდება, მე მგონი, ომის დაწყებიდან დღემდე ესეთი ტიპის აქცია, სადაც იმ ქვეყნის ეროვნული ორკესტრი სცენაზევე მასპინძლობს უკრაინელ მუსიკოსებს. თუ ჩვენ დავკარგავთ უნარს იმისას, რომ დავრჩეთ ადამიანებად, არ ვტკიოდეს ბუჩას ბავშვების ტკივილი, არ ვტკიოდეს მათი დედების საშინელი ტრაგედია, იმ ბავშვების მომავალი, რომელიც ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ და თუ კი ჩვენ არ გვაღელვებს აგრესორის ესეთი მასშტაბი, მაშინ აზრი არ აქვს საერთოდ ცხოვრებას. ცხოვრებას მხოლოდ აზრი აქვს, როდესაც მას მნიშვნელობას ჩვენ ვანიჭებთ. ეს სიმღერის სათაური 1954 წელი. ჯამალა არის ყირიმელი თათარი წარმოშობით. და მისი დიდი ბებია 44 წელს გადაასახლეს მათი ოჯახი. ბებიას 5 შვილი ყავდა. როგორც მიყავდათ ხოლმე რაღაც ჩაკეტილი ვაგონები და 5 ბავშვიდან ერთი გარდაიცვალა, გოგონა. და ვინაიდან სად უნდა წაიღოთ, გადაუგდეს ჯარისკაცებმა, რუსმა ჯარისკაცებმა. და ჯამალამ ეს სიმღერა დაწერა მიუძღვნა აი ამ ფაქტს, აი 1954 წელს მომხდარ ამ შემზარავ ფაქტს და ეს იყო რაღაცნაირი მისი ვალის გადახდა წარსულისთვის და ეგონა რომ აი ეს არის მხოლოდ წარსულში და გუშინ ყვებოდა რას წარმოვიდგენდი რომ ეს ყველაფერი კიდე წინ არის და ეს მხოლოდ ისტორია არ იქნებოდა. My message is stop being slow. ჩემი მესიჯია მსოფლიოსთვის, ნუ იქნებით ჯუმად. ჩვენთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია. ამ სატანას მარტო ვერ დავამარცხებთ. გვჭირდებით. უკრაინა ხომ მხოლოდ ჩვენი თავისუფლებისთვის არ ომობს, ის მსოფლიოს თავისუფლების, თანასწორობის, დემოკრატიის და ევროპული ფასეულობებისთვის იბრძვის პირველ რიგში. გთხოვთ, დაუდექით გვერდში უკრაინას. უკრაინელმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ჩვენ გვაქვს შიში, რომ ეს ომი საინფორმაციო სივრცეში და საერთოდ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის, თქვათ ევროპის ქვეყნები, რომ ხედავ, რომ ადამიანებისთვის ჩვეულებრივად მიდის ყოველდღიური ცხოვრება, მათთვის მეორე ხარისხოვანი გახდება ეს ომი, რაც უფრო დრო გავა და ამიტომ სულ გვინდა, რომ ამაზე იყოს რაღაცა მინიშნება და სულ ვახსენებდეთ. ჩვენ შეგვიძლია აი ესეთი ფორმით მათ გამოუცხადოთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდში ვართ და ძიმეა ძალიან ჩემთვის, იმიტომ რომ
ძალიან ბევრი მეგობარი დამეღუპა ამ ომში. ჩვენ ხო ეს გავიარეთ ჩვენ თვითონ. ჩვენი ტკივილი ისე მასშტაბურად არ გაიზიარა მსოფლიო. აფხაზეთშიც ხო იგივე მოხდა. ჩვენ ხო ვნახეთ უკვე ბუჩაც ვნახეთ აფხაზეთში, მარიუპოლიც იყო სოხუმი. პირველად სოფოჭყონიამ რომ დამირეკა და მითხრა ეს ლვოვიდან შემეხმიანება და შევძლებთო ამასო შეუძლებელი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის მით უმეტეს როდესაც ყავს ნიკოლოზ რაჭველი ზუსტად 20 წუთში მოვიდა ნიკა და 20 წუთში ეს ყველაფერი შეიკრა იმიტომ რომ ყველას გვაწუხებს ჩვენ გვინდა რომ ვაჩვენოთ უკრაინას რომ ჩვენ მათ გვერდში ვართ ბოლო დროს საქველმოქმედო მარათონებისთვის ევროპაში მოგზაურობისას კარგად ვხედავ ქართველი ერთადერთი ერია, რომელიც ამ ომს საკუთარს უწოდებს. განიცდის უკრაინის საშინელ შეგრძნებებს და ჩვენს ცრემლებს დასტირის, გლოვობს ჩვენთან ერთად. იმიტომ რომ თქვენთვის ეს ნაცნობია. ევროპული ფასეულობებისთვის დღეს უკრაინელი ხალხი იბრძვის, მას კი ქართველი დასტირის. რატომ ხდება ასე, რომ ორ გენოციდ გამოვლილ ერს უწევს ევროპისთვის მტკიცება, რომ დღეს ჩვენი მხარდაჭერაა საჭირო. Нас сейчас поддерживать. Приехав сюда. აქ ჩამოსულებმა ქალაქში გავიარეთ. თითქმის ყველა ფანჯრიდან უკრაინის დროშაა გადმოკიდებული. ჩვენი უკრაინული საუბრის გამო უცნობი ადამიანები გვეუბნებოდნენ დიდება უკრაინას. პარლამენტის შენობის წინ ჩავიარეთ და დავინახეთ დიდი თაიგულები, ფოტოები ქართველების, რომლებიც უკრაინის დაცვისას დაიღუპნენ. ეს სოლიდარობის დიდი გამოვლინებაა, როცა ქართველი მზად არის უკრაინის დასაცავად ომში ჩავიდეს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენი სამშობლოც დაიცვას. ქართველები ყოველთვის იყვნენ ჩვენი სულიერი ძმები და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. ამიტომ ჩვენი სოლიდარობა ნამდვილად დიდია. ომი რა უპირისპირდება ომზე მეტად მუსიკას, განადგურებული ქალაქების და მოკლული ადამიანების დუმილი. ჩვენი მუსიკოსები სმოკინგების ნაცვლად ჯავშანს ატარებენ. ისინი უმღერიან დაჭრილებს კლინიკებში. მათაც ვისაც არ ესმით. მაგრამ მუსიკა მათთან მაინც მიაღწევს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, რომ ვიცოცხლოთ, ვიყვარდეს, კონდეს ხმა. ჩვენს მიწაზე ვებრძვით რუსეთს, რომელსაც ბომბებით საზარელი სიჩუმე შემოაქვს. მკვდარი სიჩუმე. შეავსეთ ეს სიჩუმე მუსიკით. შეავსეთ დღეს, რომ ჩვენი ამბავი მოუყვეთ. Feel the silence with your music. Tell it today to tell our story. და ბავშვები, რომლებიც კვლავაც რჩებიან მარიუპოლში. ბავშვები, რომელსაც მონიშნის მიუხედავად ბომბები დაუშინეს. ბავშვები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა მოიტაცეს და იძულებითი ევაკუაცია გაუკეთეს რუსეთის ფედერაციის სიღრმეში, ასობით და ათასობით კილომეტრის მოშორებით. ბავშვები, რომლებიც კვლავაც რჩებიან მარიუპოლში, ცოცხალ სასაფლაოდ გადაქცეულ ქალაქში. ბავშვები, რომელიც ამ დრომდე
მიწისქვეშა თავშესაფარებში ემალებიან რუსულ ნაღმებს. ბავშვები, რომლებიც ქალაქის გამბლოკვას და უსაფრთხო ევაკუაციას ითხოვენ, იმართავენ მთელ მსოფლიოს, უკრაინის ხელისუფლებასაც და ყველას, ვისაც კი ახლა მარიუპოლელების დახმარება შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ერთ-ერთი ასეთი მიმართვა ჩაწერილი მიწისქვეშა თავშესაფარში, ჩაწერილი ბავშვისგან, რომლის მშობლებიც ექიმები არიან და იქ დარჩენილ მოსახლეობას ეხმარებიან. Как тебя зовут? Алиса. Что ты хочешь сказать? Хочу, чтобы меня обуколили. А где ты сейчас находишься? Где? В Донкине. Тебе здесь нравится? Хочу домой к себе. А кому ты хочешь передать привет? Бабушке Свете. და რამდენიმე წუთში უკვე რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ვისაუბრებთ ბიძინა ივანიშვილის გადარჩენის სათადარიგო გეგმაზე და იმაზე, თუ რას უპირებს ის საკუთარ ქართულ ბანკს.